გამარჯობა, სარბიალის პოდკასტის დროა. ყოველგვარი შესავლის გარეშე. დღეს ჩვენ სტუმარი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახლავთ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი. მოგესალმები რამაზ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ასევე მოლოცვისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადაცემა როგორც ყოველთვის საინტერესოდ ჩაივლეს. მოწვევა ადრეც გვინდოდა თქვენი წილის ხრის შემდეგ, მაგრამ მაშინ არა ეწყო. მაშინ შვებულება გქონდა, ამიტომ ესე დამსახურებული ეს გქონდა. კი ბატონო. რამაზ ბატონო, მოდ თავიდან მივყვეთ და მოვიდეთ დღევანდელ დღემდე. რამდენში 3 წელიწადში მე მგონი უკვე მეორე გუნდი ააწყვეთ, ხო, ახალგაზრდული ნაკრების. მეორე თაობა ზუსტად. განვლილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცით და განმეორდები რომ ახალი გუნდის გაკეთება მოგვიწია. გადმოყვა რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოცდილება როგორც ჩვენთან მუშაობის, ესევე ევროპის ჩემპიონატიც, რომელიც ჩვენთან ჩატარდა. მათი ეს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ის ბირთვი, რომელსაც უკვე ახალი გუნდი აშენდა. ესევე ძალიან ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა მიიღო შანსი და სასიხარულოა და ყოველთვის განსაკუთრებით ესეთ სიტუაციებში, როცა ის ცაიტნოტში გვიწევდა მუშაობა და ბევრი სირთულე ჰქონდა, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ პირველ რიგში ფეხბურთელების, რა თქმა უნდა, დამსახურება ეს ყველაფერი და ამის შემდეგ იმ დიდი გუნდის, რომელიც მთლიანად მოიაზრება მათ ზოგს უკან, გუნდი, რომელიც ყოველთვის ცდილობს იმას, რომ მაქსიმალურად ისეთ პირობებში შეუქმნას ფეხბურთელებს, როგორც მინდორზე, ასევე მინდვრის გარეთ და ზუსტად ის დავალება მისცეს და ზუსტად ისეთი სიტუაციები შეუქმნას მოედანზე, სადაც ასე თუ ის ფეხბურთელი თავს ყველაზე კარგად გრძნობს და ჩვენ ეს შევძელით მივახციეთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სასიხარულო. პრინციპში იყო იქამდე მესამე გუნდიც გამოდის, ოღონდ იგივე თაობა 19 წლამდელებში იყავით იქამდე და მაშინ პანდემიის გამო გონი ვერ ჩატარდა ფინალური ეტაპი თორე. იქამდე 9 ქულით გავედით, ხო? ეგრე იყო. კი ბატონო, ეს პირველი ყარა რო თამაშობდა და ჩემი პირველი გუნდი იყო. ნაკრებებს გულისხმობდა ერთ-ერთი პირველი ისეთი ინდივიდუალურად როგორც თავარიცნელი პირველი ისეთი სერიოზული გამოცდა იყო 19 წლამდე ნაკრები, სადაც ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა როგორც ამხანაგურ თამაშებში, ასევე შესარჩევში, სადაც 100%-იანი შედეგიც მოვიგეთ ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ პანდემიის გამო მაშინ ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ ეს იყო ის თაობა, რომელიც შემდეგ გადმოგვყვა ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, გიცვლებოდა ფეხბურთელები, მაგრამ ის ძირითადი ბირთვი, ის თაობა იყო 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელები. კი ბატონო. რამაზ ბატონო, რა მაინტერესებს? ევროპის ჩემპიონატი, ნუ საქართველოს ჩატარებულს გულისხმობ. იმ თაობამ დაამთავრა, ხო, ეს ასაკი. მოდიოდა ახალი ასაკი. უკვე იცოდით, გქონდათ გონებაში მონახაზი, რომელი ფეხბურთელებს უნდა შეევსოთ ეს გუნდი? თუ ის ჩემპიონატის შემდეგ შეუდექით? არა და რატომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამხანაგური ჩატარება უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწარეთ, მაგრამ ეს სელექციის პროცესი მიდიოდა ყოველთვის, იმიტომ რომ ეს იყო ის შემდეგი თაობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებდა. ძალიან მალევე, სადღაც 2 თვეში, 3 თვეში მაქსიმუმ დაიწყებდა უკვე ოფიციალურ თამაშებს, ამიტომ ეს სელექცია დაგვირობა ფეხბურთელებს ყოველთვის მიდიოდა, ყოველთვის იყო გაფართოებული სია ფეხბურთელების ორივე თაობის, ამიტომ ჩვენ რეალურად რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავდა, რომ თუნდაც აი შემოდგომის თამაშებს და საქართველოს ჩემპიონატში ან ლეგიონერებს შემდეგ დაემსახურებინა რაღაცას თამაში, მაგრამ საერთო ჯამში 90%-ზე მეტი ფეხბურთელების სელექციის ხრივ უკვე ჩვენ ვიცოდით, თუ რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა, მაგრამ იყო რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელიც, რომელიც უკვე შემდგომ გამოჩნდა. მერე გამოჩნდა და მერე გამოიჩინეს თავი, ამიტომ მათთვისაც ჩვეულებრივად ნაკრების კარი, როგორც მათთვის ასევე ყოველთვის ღია დღემდე, ღია იქნება ისევ ევროპის ჩემპიონატამდეც და მის შემდეგაც, ამიტომ დანარჩენი ეს ყველაფერი მაციობრივად თამაშდება. ერთ-ერთი აი ესეთი არ მინდა ეხლა სუსტი წერტილი ვთქვი, მაგრამ შედარებით მაინც შეიმჩნეოდა თავდამსხმელების მიერ გოლების ნაკლებობა. აი ამ ბოლო იმას ვამბობ რა და ეს რამდენად იყო ხელი შემშლილი. რეალურად გეთახმებით იმაში, რომ ქონდა პრობლემა დამამთავრებელ ფაზაში. იგივე მე შემიძლია თამამად თქვა და პრინციპში ციფრებით თქვა ეს ყველაფერი მთელი შესარჩევის განმავლობაში საშუალოდ ჩვენ კარის მიმართულებით ვურთულყავდით 14 ჯერ, ეს ძალიან დიდი ციფრი იყო, მთელი შესარჩევის გულისხმობ, საშუალო დარტყმების რაოდენობა ჩვენსაც, მაგრამ სამწუხაროდ კარისკენ თუ კარში? კარის მიმართულებით, კარში არა, კარის მიმართულებით, მაგრამ ნუ რეალიზება ჰქონდა ძალიან დაბალი პროცენტით, ამიტომ ამ თემაზე ჩვენ გვაქვს სამუშაო გვაქვს ძალიან ბევრი,
განსაკუთრებით უკვე ეხლა, როდესაც უკვე ევროპის ჩემპიონატამდე არ არის დარჩენილი დიდი დრო, სულ რაღაც ერთი შეკრება გვექნება მარტში და უკვე ევროპის ჩემპიონატია. იციან ფეხბურთელებმა ეს ყველაფერი, მათ ეს ყველაფერი ციფრებით უდევთ წინ, ისე როგორც ინდივიდუალურად, ესევე გუნდურად. ამიტომ რეალობა არის ერთი, რომ ფეხბურთელებმა უნდა მოახერხონ ის, რომ საკუთარ გუნდებში დიდი ყურადღება გაამახვილონ ამ ყველაფერზე, სანაკრებო სპეციფიკურად არ გვიტოვებს ჩვენ იმ საშუალებას, რომ ეს ინდივიდუალური ვარჯიშები გქონდეს ამაზე ფეხბურთელებთან, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 4 დღე ეს ყველაზე დიდია ჩვენთვის მაქსიმუმი და ამის შემდეგ უკვე თამაშები გვაქვს, პლუს ამას ემატება უკვე ის ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მხარე თამაშის მზადების, ამიტომ ინდივიდუალურ სამუშაოებს რაც შეეხება ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი მათ გუნდებში უნდა გააკეთონ. ისინი ამას აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კუთხით პროგრესი გვჭირდება და პროგრესი გვექნება. ამას ამ ევროპის ჩემპიონატს მიუბრუნდები ის დამთავრდა ევროპა თავად თქვით რომ ორ თვეში დაიწყო ახალი შესარჩევი და იქამდე ქონდათ სულ 2 ამხანაგური თამაში. აი ეგ მოგვიყევით რა როგორ მოახერხეთ ესეთი გუნდის არა ევროპის შესარჩევის დაწყებამდე ოფიციალურად თამაშობდა ჩვენ ამხანაგური თამაში. ხო 2 ამხანაგური თამაში. პირდაპირ შესარჩევი. ეს იყო პირველი წრის დასრულების შემდეგ. ანუ ეს ამ შესარჩევში შესარჩევში პირველი წრი რომ მორჩა უკვე მარტის სანაკრებო პაუზა და ივნისის სანაკრებო პაუზა ჩვენ გავმოვიყენეთ იმისთვის რომ გვეთამაშა 2 ამხანაგური თამაში ეს იყო თურქეთი და ყაზახეთი მაგრამ მანამდე ჩვენ პირდაპირ დავიწყეთ გიბრალტარში იყო პირველი თამაში ქუთაისის სექტემბერში და გიბრალტარით დავიწყეთ თამაშები ჩვენ პირდაპირ ამიტომ ამხანაგურების საშუალება არ ქონია 5 ტური ქონდა უკვე ჩატარებული პირდაპირ ჩვენ პირველი ამხანაგური თამაში ვითამაშეთ უკვე ჩატარებული ქონდა ჩვენ 5 თუ 6 ტური ხო აი მით უმეტეს მაშინ ამიხსენეთ ეგეც იყო და მაგრამ რა თქმა უნდა პრობლემა იყო უბრალოდ ძალიან კარგი იყო ის რომ ეხა არავის არ ლაყნენებ მაგრამ ძალიან რთულია რომ აი პირველივე თამაშს ეს ამხანაგური თამაშის გარშე გავხდეთ აი თამაშო იგივე ნიდერლანდებს ან იგივე შვედეთს ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა კალენდარს იმ კალენდარს რომელიც ჩვენ გქონდა და ამ კალენდარი ეს იყო ის ჩვენ ბევრი ჯაფა დაადგა ჩვენს მენეჯერებს რომ ეს კალენდარი ისეთი სახის ყოფილიყო როგორც იყო საბოლოოდ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ქონდა კალენდარსაც ჩვენთვის და დავიწყეთ გიბრალტარი მოლდოვეთით და რა თქმა უნდა მთელი აქცენტი გაკეთდა იმაზე რომ რა თქმა უნდა დიდი აქცენტი გაკეთდა იმაზე რომ მიუხედავად იმისა რომ არ ვიყავით ჩვენ შეთამაშებულები და ეს ნუ ფაქტი იყო ჩვენ შედეგი უნდა მიგვეღოთ და ეს შედეგი მივიღეთ და უკვე ამის შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად შეკრებიდან შეკრებამდე ხდებოდა როგორც გუნდის ზრდა ესევე ხდებოდა გუნდის შეთამაშება და ნუ საბოლოოდ მოვედით იმ შედეგამდე რომელსაც მოვედით ხო და აი მაკედონიასთან მოგება იყო ალბათ ძალიან საკვანძო სადღაც 7-8 წუთი რჩებოდა რომ გავიტანეთ ხო გადამწყვეტი ერთ-ერთი გარდამტეხი თამაში იყო ურთულეს პირობებში მე მაშინ სარწმუნებული ვიყავი და ეხლა ხო საერთოდ დარწმუნებული ვარ ჩვენ მაკედონიაზე ძლიერი გუნდი ვიყავით მაგრამ ურთული თამაში ჰქონდა იმ მხრივ რომ აუცილებელი სამი გოლი გჭირდებოდა ურთული თამაში ჰქონდა იმ მხრივ რომ მინდურის საფარი წინადღეებით გამომდინარე დატბორილი იყო ურთულეს თამაში ჰქონდა გარემოც და სხვანაირი იყო ამიტომ ერთ-ერთი თამაში იყო რომელსაც დიდი როლი ითამაშა ეს გადატეხა ის ამბავი რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებით უკვე იმისთვის რომ ბოლო ტურამდე რაც მიზანი ჰქონდა რომ ქონოდა გასვლის შანსი შეგვენარჩუნებინა ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობის თამაში იყო და კარგია რომ მოვიგეთ საუკეთესო თამაში ის ხო არ იყო რომელიც ზუსტადაც ვერ მოიგეთ შვედეთთან ბათუმში ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო შვედეთთან ბათუმში მიუხედავად იმისა რომ და მან გამოჩნდა ყველაზე მეტად რეალიზების პრობლემა ჩვენი და მაგრამ ეს იყო ალბათ ამ ნაკრების საუკეთესო თამაში ნებისმიერ ფაზაში ეს იყო დაცვითი ფაზა ეს იყო მაღალი პრესინგი ეს იყო ბურთის კონტროლი თუ მომენტების სტრაფი შეტევები გადასვლები აბსოლუტურად ყველაფერი თუ ჩვენ რამეს ვითხოვდით ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე ხარისხი რა თქმა უნდა ამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ მაგრამ ეს თამაშიც ერთ-ერთი თამაში იყო ისეთი რომელმაც ძალიან დიდი რწმენა მომცა როგორც მე ესევე ჩემს გუნდს და ყველას რომ იმიტომ რომ შვედეთის ნაკრები ძალიან სერიოზული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ფეხბურთელებით რომლებიც ძალიან მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ და რეალურად გამოცდილება მათ ჩვენზე მეტი ჰქონდათ მაგრამ ზუსტად ის გუნდური პრინციპები და ის ხარისხი იყო ის რომელმაც ჩვენ ამის წმენა მოგცა საბოლოოდ და კიდე უნდა გამოვყო აუცილებლად ნიდერლანდებში ჩატარებული წაგებული თამაშის 3-1 იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს როცა ძალიან ცუდად დავიწყეთ და რეალურად 2-0-დან დავიწყეთ ჩვენი თამაში სერიოზული ფორა მივეცით მოწინ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს გუნდის გათვალისწინებით გასვლითი თამაშის გათვალისწინებით და სირთულეების გათვალისწინებით შვედეთის მერე ბოლო ნახევარსაათი ნიდერლანდებში იყო
იდეალური თამაში, განსაკუთრებით შეტევაში. იმდენი საგოლე მომენტი ფლობა რო ავიღოთ იგივე შეტევაში მიმართულებები, აი ძალიან სერიოზული თამაში და ამ თამაშის მერეც მე მქონდა ფეხბურთელებთან ლაპარაკი და აი მაშინ ვთხარი რომ მეუხედავად წაგების, ანუ არ შეიძლება გუნდი რომელიც ნახევარსაც თამაშობს, ესეთი დონის გუნდთან გასვლაზე არ შეიძლება რომ ეს გუნდი ევროპაზე არ გავიდეს, ჩვენ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის ის რომ ეს არ იყოს ნახევარი საათი. ეს იყოს სტაბილურად მთელი თამაშის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ევროპის ჩემპიონატზე და გრანდებთან ამას ვერ მოახერხებ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი თუ გვინდა რომ ეს სტაბილურობა ბოლომდე შევინარჩუნოთ, არის ის რომ ეს ნახევარი საათი პირველ რიგში გახდეს მინიმუმ 1 საათი, მაინც 1 საათის განმავლობაში ჩვენ შევძროთ ის რომ ჩვენ ვაკონტროლოთ თამაში, ვისთანაც არ უნდა თამაშობდეთ. ეს არის სურვილი ჩვენ. ამისკენ მივდივართ, მაგრამ ეხლა უკვე ის მეორეა ის მოცემულობა კონკრეტული მოედანზე, თამაშის ხარისხი, თამაშის სიმძიმე, რა თამაშია და პლუს რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვაუწყდება ის რომ ერთია ჩვენი სურვილი, მაგრამ მეორეა თუ ვისთან გვაქვს ჩვენ თამაში. არიან გუნდები, რომლებთანაც უბრალოდ ვერ ახერხებ ამ ყველაფერს. კი გულშემატკივარი უყურებს, თქვენ უყურებთ, ყველა უყურებს, იქნება შტაბეჭდილება რომ ჩვენ ან უკნინდან თამაშობთ, ან რაღაცა, მაგრამ აქ არის ერთი რეალობა, რომ საერთოდ არ მინდოდეს მე ამის კეთება, უბრალოდ მე სიტუაცია მაიცულებს ამ ყველაფერს, ამიტომ როცა მე ვლაპარაკობ მნიშვნელობაზე თამაშის, ეს არ შეეხება ამ ხანაგურ თამაშებს, რა თქმა უნდა, ეს არის ოფიციალური თამაში, სადაც და განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე პირველი მიზანი ყოველთვის შედეგი. და აქედან გამოვდივართ, ეს არის ყოველთვის ამოსავალი წერტილი ჩვენი. ისე ამას არც შვედეთში იყო წასაგები თამაში. წასაგები ნამდვილად არის. შვედეთის თამაშად შეეხება, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ესე ჩანს, რომ წასაგები თამაში არ იყო, მაგრამ როდესაც ამდენ შეცდომას უშვებთ ესეთ დონეზე, ის თამაში უნდა წააგოთ, ეს თამაში ჩვენ წავაგეთ კიდევაც, უბრალოდ არავინ არ გაპატიებს და ეს ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის მაშინაც, როდესაც ამდენი შეცდომა დავუშვით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს იმ ინდივიდუალურ შეცდომებზე, რომელიც ძალიან ბევრი იყო ჩვენ თამაში. ეს ერთი, მაგრამ მეორე, ეს არ მომხდარა ის, უბრალოდ ამას ჰქონდა თავის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, თუნდაც ის რომ დაცვის ცენტრი მთლიანად შეცვლილი იყო, იმიტომ რომ გოგლიჩიძე დაწინაურდა და ეს ძალიან კარგი იყო ეროვნულ ნაკრებში და პლუს ამას საბასაზონოვის ტრავმა დაემატა ამ ყველაფერს, მოგვიხდა გადანაცვლებები მოგვიხდა დაცვის ცენტრში და ამ თამაშის ეს პრობლემა ჩვენ გქონდა. რეალურად იგივე პრობლემა გქონდა ჩვენ ნიდერლანდებში დაცვის იმაზე, იმიტომ რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი ფეხბურთელის ადგილი დაიჭერეს დაცვის ცენტრში, მოგულისხმობ ლაცაბიძეს პლეი-ოფში და მოგულისხმობ უგრახელიძეს, მათი კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი შტაბის გადატოვეს, უბრალოდ ისინი პირველ თამაშს თამაშობდნენ ამ დონეზე, თან პირდაპირ მოუწიათ თამაში ნიდერლანდებში, შვედეთში, რა თქმა უნდა, მე ხორვატიასთან, მაგრამ კარგი იყო ის, რომ მიუხედავად ამ მცირე ჩავარდნისა, რომელიც რეალურად ყველა გუნდს ემართება, თუ ნიდერლანდებს არ ჩავარდნით ნიდერლანდებს, იმიტომ რომ შვედებსაც ჰქონდათ ჩავარდნა, ჩვენ ისე დროს მოგვიწია ჩავარდნა, რომ ყველაზე ცუდ დროს მოგვიწია რეალურად, მიზეზებზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ თავარი იყო თუ როგორ გამოვდოდით ჩვენ აი ამ ორი წაგებული თამაშიდან მაკედონიასთან ჰქონდა სახში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, რომელიც მოგების შემთხვევაში ჩვენ პლეი-ოფს მაინც თამაშობდით და მაკედონიასთან თამაშის დროსაც ჩვენ გვეტყობოდა ნერვიულობა. მე თამაშის ხარისხით არცით არ ვარ მოყოფილი, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელიც აუცილებლად მოგვეგო და იქ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა უკვე თამაშის ხარისხს, მაგრამ უკვე ხორვატიასთან ჩვენ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ პირველ თამაშის და იგივე მეორე თამაშის და უკვე სულ სხვა ფეხბურთელები იყვნენ, იგივე ის ჩვენი ცენტრალური მცველები, ლაცაბიძეს და უგრახელიძეს, რომელმაც უკვე ის გამოცდილებაც მიიღეს და უკვე შეთამაშდნენ კიდევაც ფეხბურთელებთან და უკვე სულ სხვა შედეგი მიიღეთ და სულ სხვა ხარისხი მიიღეთ უკვე პლეი-ოფში. ამას მაკედონიასთანაც იყო აუცილებლად მოსაგები თამაში, ხო? თუ გვინდოდა პლეი-ოფი, მაგრამ ვაგებდით იმ თამაშს. დამატებით ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდათ ფეხბურთელებს, რომ იცოდნენ უეჭველი უნდა მოეგოთ ეს თამაში. რა თქმა უნდა, მაგის გარშე უბრალოდ გამორიცხულია მე ბევრი ვილაპარაკე იმაზე, აი წინა თაობის ევროპის ჩემპიონატზე. იქ ჩვენ ბევრი თამაში იყო, იქაც ისეთი რომელსაც ვაგებდით და მე მოვატრევით, მაგრამ წინა თაობის უკან იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ძალიან დიდი გამოცდილება, საერთოდ ყველაფერს თავი რო დავანებოდი, 6-7 ფეხბურთელი იყო, რომელსაც ეროვნულში ჰქონდა თამაშის პრაქტიკა, თან არაერთი თამაში, ათეულობით თამაში ლაპარაკი, ეს ერთი, მეორე ის, რომ ეს გუნდი ჩვენს ხელში იყო, მეგილო მახსენნა, დაწყებული 19 წამდე ნაკრებიდან, უკვე ამოსულის ზემოთ, სადღაც ეს დაახლოებით იყო 4-5 წლის გუნდი, რომელიც ერთად მოდიოდა ძირითადი ბირთვი. ამიტომ აქ გამოცდილებაც უფრო მეტი იყო, შესაბამისად წმენაც უფრო მეტი იყო. ეს თაობა, ახალი თაობა, რომელიც იყო, ხო? ამათ ამხელა გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ამაც ჰქონდათ ის რწმენა, რომელიც გადმოყვა ზუსტად აი თაობიდან და იმ ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც ჩვენსაც გავიარეთ ყველამ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემდგომი თაობებისთვის თუ რა
ხდება შენ იქ რომ მიდიხარ. რა გარემო ხდება, რა შედეგები ხდება, როგორი მენტალიტეტის გუნდი, სტაფი, მწვრთნელები და აი იმ გუნდში და იმ გარემოში ყველაზე მთავარი, როცა არის გამარჯვებულის მენტალიტეტი, ნებისმიერი შემდეგი თაობა უკვე სწორებას აკეთებს უბრალოდ იმაზე, რაც მას დაგვდა. და ცდილობს ეს განორცოს, განავითაროს, ამიტომ ეს ფაქტორები იყო ძირითადად, რამაც შეგვაძლებინა ჩვენ ის, რომ ესეთი თამაშები მოვატრიალეთ. თუნდაც იგივე მაკედონიასთან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რომ მაკედონიის ნაკრებია ჩემპიონატების ცემა მათ ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ეს არ იყო არც საფრანგეთის ნაკრები და არც ესპანეთის ნაკრები, მაგრამ ურთულესი თამაში ჰქონდა. პირველ რიგში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან მე ვსაუბრობ. მაგრამ ის რწმენა, ეს გადანაცვლებები, შეცვლები ესე ვისაცვლელი მუშაობა ძალიან კარგად ხარმა მაკედონიასთან ეს აღინიშნოს ყველაფერი ეს საერთო ჯამში უკვე გახდა იმის საწინდარი რომ უნიშნავანეს თამაში მოვიგეთ და უკვე პლეიოფში თამაშობრივად მოვიყვეთ. ერთი მომენტი არის აქა ძალიან ხშირად აი ისეთ ფეხბურთელების წინააღმდეგ უწევთ თამაში ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ახლა გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობენ თავიანთ კლუბებში და ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა რა ქვია დორტმუნდში ჰოლანდიელმა მაცენმა და მე შემდეგ ქართველი მცველი ეყარა, ახლა წარმოიდგინე რამხელა სხვაობა არის, ეროვნულ ლიგას არ გაცილებია ფაქტიურად ის ფეხბურთელი რა ვინც იყო რა სიტყვაზე აქეთაც და ხო და აი ამას როგორ აკომპენსირებენ, როგორ ახერხებენ გუნდურობის პირველ რიგში. გუნდურობის ხარჯზე შიდა და კონკრეტულ დავალებებთან მივალთ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დარჩეს იგივე ეს თვითონის ფეხბურთელებზე ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთზე ჩვენ ცოლთან, ყოველთვის მუშაობდეს დაზღვევის პრინციპი, ყოველთვის გუნდი იყოს უფრო ზემოთ შედარებით აწეული, რომ არ მოხდეს იმ საფეხბურთო ზონების სწრაფად ათვისება და გამოყენება მოწინააღმდეგის მიერ, საიდანაც უკვე დიდი შანსია, რომ ჩვენ გოლი მივიღოთ. ნიდერლანდებში აი ეს იყო ეს ყველაფერი და პლუს რა თქმა უნდა ის მოტივაცია. ის მოტივაცია, რომელიც ჩემს ფეხბურთელებს აქვთ და ყველაზე მეტად იმ ფეხბურთელებს აქვთ, ვიზეთ ჩვენ საუბრობთ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, იმიტომ რომ მათ იციან კარგად, რომ როცა ისინი შანსი იღებენ, ამ შანსის ხელიდან გაშვება მათთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ 2 და 3 შანსი მოგეცეს. არის ვარიანტი, რომ ერთი შანსი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ შენი შემდგომი კარიერა აიწყო და სულ წინ და წინ წახვიდე. ამიტომ ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ, არის ფსიქოლოგიური მომენტებიც და ყველაზე მთავარი რწმენა. რწმენა იმისი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დიდ გუნდში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, არც ჩვენი ფეხბურთელები არ არიან ნაკლები და პირიქით ეს მათთვის შანსია, ეს მათთვის ზეიმია, რომ ეს ფეხბურთს ეთამაშება. აი ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, რომ პირიქით შევხედოთ ამ სიტუაციას. არანაირი ნერვიულობა, არანაირი შიში, არანაირი კომპლექსები. პირიქით ეს ყველაფერი, რომ ჩვენი შანსი რომელიც გამოვიყენოთ რა. რამხელა რესურსია ის პირდაპირ წინააღმდეგა ეგება იმას, რომ აი ქართველ ფეხბურთს არა გვყავს რესურსი, არა გვაქვს და ისე აი როგორ არ გვაქვს ახლა მე ისიც მახსოვს ახლა ჩაკვეტაძე აქ თბილისის დინამოში იყო და ადღეში ჩააგდო ჩელსის მცველი იყო, საქართველოს შვედეთი რო იყო. თავბედი აწეული უნდა ჩვენთან არიან ნიჭიერები ფეხბურთელები და ყოველთვის იყვნენ და დაწუნებული ვარ შემდგომში იქნებიან. მე მაგას მეჭვარებარებ. რამაზ ბატონო, პლეიოფის წილისყრის წინ კი არა, უბრალოდ შემდეგ. შეგვდა ხორვატია, ხო? თქვენი რეაქცია რა იყო? არანაირი სიმართლე გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, გეტყვით რატო. ჩვენ ისეთ ჯგუფებში ვთამაშობთ, ისეთი ჯგუფები გავიგართ. ეხლაც ისეთ ჯგუფში ვართ, რომ რეალურად არ ვანიჭებთ ეს მნიშვნელობას, იმიტომ რომ ვიცით ერთი რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვაფასებთ, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ანალიზს უკეთებთ, ვარჩევთ ამ ყველაფერს, მაგრამ ამოსავალი წერტილი მაინც ჩვენებს დაწყობნა და ჩვენი გუნდია. ჯერ პირველ რიგში ჩვენ და მხოლოდ ამის შემდეგ ის თუ ვის ვეთამაშებით. ამიტომ მივიღეთ ჩვეულებრივად ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით როგორ ცულის თამაში იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო და ხორვატები ყოველთვის ესეთები არიან. მათ არც ხასიათის პრობლემა აქვთ, არც мотиваციის პრობლემა, თვითონ ხორვატი ერთს არ ქონია არაფერში არასდროს, ამიტომ ვიცოდით რომ ურთულესი იქნებოდა აი ყველაფერი, მაგრამ კიდევ და კიდევ განმეორდები რომ აი მაგრამ გჯეროდა ყველას რომ ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვით რა. იმიტომ რომ ის დინამიკა რომელიც ზურგს გვიმაგრებდა ჩვენ და ის პოზიტივი, ძალიან დიდი პოზიტივი და ძალიან სტაბილური შედეგები. მე არ მაქვს საუბარი იმაზე რომ ჩვენ ორი თამაში წავაგეთ, თამაში ყველა წააგებს. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, ეს ფეხბურთია, ჩავარდნაც იქნება, ესე ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ აქ თავარია სტაბილურობა. როდესაც ესეთი სტაბილურობა გიმაგრებს ზურგს, რწმენა ყოველთვის სხვანაირია. და ვიცოდით რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და უკვე დანარჩენი უკვე უბრალოდ ტაქტიკური საკითხები იყო და ფსიქოლოგიური საკითხები, რომელიც ფაქტია რომ კარგად გავიარეთ ეს ყველაფერი შედეგის მიმართ. ხო, აი ხორვატიაში ხორვატებთან ესეთი თამაშის
საშენოდ მოტრიალება, რა ვიცი, რაღაც არანორმალურ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, მე მგონი რა და რაღაც არანორმალურ თავდაჯერებას. ხორვატებთან ეხა ხას უძლავ. იმიტომ რომ ყველა მიცით მაგათი ხასიათი და როგორც წესი, ესეთ თამაშებს ეგენი იგებენ ხოლმე. აი ბოლო წუთზე მიღებული გოლი. ეგ რამე ეს იყო რთული იყო, სიმართლე გითხრათ და რთული იყო რატომ? იმიტომ რომ რეალურად ეს გოლი იყო თამაშის შინაარსიდან იყო ეს გოლი, ესე ვიტყვი, დამოგრეჭილი და რატო? იმიტომ რომ არ მოასწავებდა არაფერ ყველაფერს. ჩვენ მქონდა იქ რთული პერიოდები და ამ უფრო ბევრად რთული პერიოდები ქონდა თამაშის სრულობაში. იგივე თამაშის შინაარსი რო ავიღოთ, ორივე ტაიმის ჯერ არ შევეხები დამატებით დროს. ურთულესი მომენტები გავიარეთ, იგივე 1-0-ზე იყო იქ საფრთხე რომ ეგრევე მეორე გაგვიშვა, 2-1-ც იყო, მაგრამ 2-2-ის შემდეგ უკვე იქ იყო აბსოლუტურად ხორვატიის ისევ იგივე ფეხბურთელები, ძალიან კარგი ფეხბურთელები რა თქმა უნდა, მაგრამ არ ჩანდა ის გზა, საიდან გაუშვებდით გოლს და ერთადერთი საფრთხე, თუ რამე შეიძლება შექმნილი იყო ის საფრთხე ზუსტად ძელი ჩაგდებების შემდეგ და ორთაბძოლის მოგებშენდა, რაც გოლი გაუშვდა. გოლი დამწყდა იმიტომ რომ ბევრი ქონდა ნამუშევარი ამ ყველაფერს. და ვიცოდით ძალიან კარგად და იცოდნენ ფეხბურთელებმა ძალიან კარგად რომ ბოლო წუთებში როცა ხორვატიის ნაკრების ეს სათავისო ანგარიში არ არის, ისინი მათ ყავთ ძალიან მაღალი ფეხბურთელები, ეს ყველამ ვიცით, ეს ფეხბურთელები მოდიან წინ, იწყებენ გრძელი გადაცემები, ჩაგდებები, ამიტომ ბევრი ვილაპარაკეთ, ვარჯიშით შევეხეთ ამ ყველაფერს და ამიტომ დაგვწყდა გოლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დარტყმა იყო ეს ბოლო წამზე არაფერსგან მიღებული გოლი და დამატებითი დრო. პლუს ამას უნდა შევეხოთ ფიზიკურ რესურსს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ესეთ მაღალი დონის შედეგზე გავედით, ჩვენ ფიზიკაში მოსამატებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ამასაც ახლა თვალს ვერ დავხუჭავთ. ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ფეხბურთელები და ის ფეხბურთელები მაინც განსხვავებული ინტენსივობაში თამაშობენ. ინტენსივობა აბსოლუტურად განსხვავებული, ემოთ ჩემპიონატების დონე სხვა არის, ჩვენ ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ აი ფიზიკა, ჩვენ ფიზიკური სარწმუნოების პრობლემა გვაქვს და არც სირბილის. უბრალოდ აქ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე მაღალ ინტენსივობაზე, ნომერ პირველი აუცილებელი პირობა ამისთვის არის ის, რომ ჩემპიონატის დონე იყოს ისეთი, სადაც შეგაქვს მაღალი ინტენსივობა. და ამაშიც ჩვენ რა თქმა უნდა გათვალისწინებული ქონდა დამატებით დროში ეს ყველაფერი და ალბათ თქვენ დააგვირდებოდით რომ დამატებით დროში ჩვენ უკვე სისტემად შევცვალეთ, იმიტომ რომ შედარებით უკან დავიწყეთ, იმიტომ რომ ეს ძალები დაგვეზოგა, იქ უკვე გარისკოს უკვე ჩვენ რა თქმა უნდა ესახიათ დამატებით დროში ვერ წავიდოთ და სხვათა შორის ვერ გარისკა ვერც მოწინააღმდეგეთ და საბოლოოდ მოდით პენდების სადაც რა თქმა უნდა ბევრი ვინერვულეთ არა მარტო ჩვენ დაარსებული ვარ საქართველოს ბევრი ვინერვულა კი აი მაინც რა არ გაგვწია რა თამაში მიდიოდა პარალელურად იყო მე იქ ვიყავი მე ეროვნული ჩეხეთში ვიყავი ჩეხეთი საქართველოზე და ნუ იქ შესვენება იყო როდესაც აქ პენალტების სერია დაიწყო და აუ იქ ამბავი ატყდა და ვაგებთ 2-0-ს ისა კუთხურს აწოდიან ჩეხები და უცებ აუცი რომ დაუცხეთ ყიჟინა და ეს ჩეხები გაშტერებულები გვიყურებენ რა აცინებთო რა უხარიათო და რაღაცა რა იმათ სხვათა შორის ისინი იმ დღეს გავიდნენ ბელგიას ნოუპეს ხო და რა მინდოდა ეხლა მე თქვა იწერა პენალტების სერია და ეხა მაინც არ გაგვწირა რა მედმა ეს რასაც ოდაობა იქნებოდა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაფუჭებული პენალტით წაგვეგო აზაროზე პირველი პენალტი ხო ნუ მარტო აზარომა გააფუჭა ხო იქიდან არავის არ ხო და 7-დან 6 არა მოდი აი 8-დან 7 გავიტანე ხო და არა ნუ ის ხარატიშვილს რო არ აეღო ის ბურთი აზაროვის პენალტის გამოვაგებდით და აზაროვზე ვთქვა ცალკე ახლა მაინც აი ცოტა ფსიქოლოგიურად ცოტა რთული ხო არ იყო რომ ამ ეროვნულ ნაკრებში ამდენი ხანი ნათამაშები და გადმოერთო აქეთ და აი ხო არ არის ხოლმე ამ დროს ცოტა როგორ ვთქვა, ცოტა мотиваციის პრობლემა ხო არ არის ხოლმე. ყოველთვის რთული. ამას ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ იქ დგება მომენტი და უკვე პიროვნული თვისებები გამოდის იგივე აზაროვის, იმიტომ რომ ეხა რეალურად აზაროვი და მეც და მთლიანად ჩემი სტაფიც წლების განმავლობაში ერთად მოვდივართ სანაკრებო დონეზე, რა თქმა უნდა. ერთმანეთს ვიცნობთ ძალიან კარგად, ერთმანეთის ხასიათები ვიცით, ყველაფერი ერთმანეთს შესახებ ჩვენ ვიცით, რაც შეეხება მინდორს, რაც შეეხება ჩვენს ხასიათებს. ამიტომ არასდროს არ არის მისი მოტივირება პრობლემა, თვითონ პიროვნულად ის ტიპი, რაც მინდორზე გამოდის, მისთვის წაგება უბრალოდ გამორიცხულია, ამიტომ
ფაქტით სახეზეა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ყველა იმ თამაში, რომელიც ჩვენ დაგვემატა და ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ მისი იგივე თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე. ესეთი ფეხბურთელები პირიქით გჭირდება, ეს არის თამაშები. უკვე ევროპის ჩემპიონატს გულისხმობს, სადაც ჩვენს მოწინააღმდეგებს ძალიან მაგარ გუნდებს ესევე დაემატება ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ რამოდენიმე მაინც გამოძახებული ახალგაზრდულ ნაკრებში, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველას უნდა თავის გამოჩენა, ყველას უნდა მეტოქეებზე ამბობ თუ მეტოქეებზე რა თქმა უნდა. ჩვენც ხო დაგვემატება ორი საბა. რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვემატება და უბრალოდ აქ არის ერთი ის, რომ როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე 4 გუნდიდან 3 ისეთი ყავდა, რომელიც მიზანი ევროპის ჩემპიონობა იყო. ეს იყო პორტუგალია, ეს იყო ბელგია და ეს იყო რა თქმა უნდა ნიდერლანდები და აქ ახლა დარწმუნებული ვარ მინიმუმ 2 ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი აქვს მისთან დასახული, მოგება, ეს არის საფრანგეთი და ეს არის პორტუგალია, ამიტომ მორთულეს თამაში იქნება და ნებისმიერი გამოცდილი ფეხბურთელი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, ეს დონის თამაშებში. რაღაც მომავალ ევროპამდე კიდე მივალთ და ახლა ერთნაბიჯით უკან დავბრუნდეთ ლომინაძეზე მენდა კითხოთ ხორვატიასთან აი ჯარიმაზე, გათამაშებულ ჯარიმაზე და ანგარიშსგან ის დამუშავებული კომბინაცია იყო თუ იქ მოედანზე იყო? ბევრიც დაიწერა ამ თემაზე და ნუ რეალურად ესე კონკრეტულად რო აი შენ აი ამას მისცემ და ის მე დაარტყმე. ეგეთ დამუშავებული არ ყოფილა, უბრალოდ ვარჯიშებზე ყოველთვის გავდივართ ჩვენ იმ სიტუაციებს, რომ თუ ჯარიმის გათამაშების დროს სად შეიძლება გაკეთდეს სიტუაცია 2-1-ზე. რომელი ფეხბურთელი შეიძლება გამოვიდეს, უბრალოდ მე თვითონ ფეხბურთელი წყვეტს ამ ყველაფერს მისცემს, გამოვა, ჩააწვდის, იმიტომ რომ მათ აქვს ეს თავისუფლება. უბრალოდ აქ იყო მიმართულება ვარჯიშებზე, არა ეს, მაგრამ ანალოგიურ სიტუაციებში სხვა მიმართულება, რა თქმა უნდა, იყო დამუშავებული, მაგრამ კონკრეტულად უკვე იმ მომენტში ეს იყო თავიდან ბოლომდე თამაშის წაკითხვის უნარი, როგორც აზაროვის, ასევე ლომინაძის და ეს თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ არის სიტუაცია, როცა შენ რაღაც გაქვს დამუშავებული, მაგრამ შენ მოწინააღმდეგეც გიყურებს ამ ყველაფერზე, ამიტომ ეს არ არის ესე მარტივი რომ გინდა თუ არა მოდი ეს გააკეთე, რა თქმა უნდა ესეთებს გვაქვს, მაგრამ რიცხობრივი ოპერაციების გამოყენება და აი ამის მიტანა ფეხბურთელებთან სწორად ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს მომენტი იყო ჩვენი მხრიდან, რომ ეს გიორგი ადამიანს აბარია ჩვენთან სტანდარტული სიტუაციები და მაგის მხრიდან ეს იყო უბრალოდ ნამუშევარი ჩვენი მხრიდან, რომ თუ რიცხობრივი ოპერაციაა შეგიძლია გაათამაშო, მაგრამ უკვე გაჩერება, დარტყმა და ეს ყველაფერი ეს უკვე ინდივიდუალური შესრულება იყო როგორც პასი, რა თქმა უნდა, ამიტომ მაგრამ ძალიან კარგია რომ აქ ეს თავისუფლება აქვს და ეს ყველაფერი. შესრულებაც მაგარი იყო და აზაროვის მოფიქრებაც კარგი იყო, თათო ჩაეძინათ იმათაც და უცებ დაიმატა. ბატონო, ეგ არის რაღაც აქილევსის ქუსლია რა, ქართული საქართველოს ნაკრებების, ასე ვთქვათ, სტანდარტულების ესა. გათამაშება, კუთხურები, ჯარიმები, ასე შემდეგ და ამ ხრივ ახლა ნაწილობრივ კითხვით, მაგრამ ცოტა უფრო უცლად რო გვითხრათ, რა ხდება ახალგაზრდულში. აგერ არსენალია ყოველ თამაში კუთხურიდან გააქვს გოლი. კი ბატონო, გეთანხმებით. ინიშნება უხარია. გეთანხმებით, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ძალიან რთულია აიღოს სტანდარტულების თემა და შეადარო ნებისმიერი კლუბის დამუშავებულ სტანდარტებს. უბრალოდ დროის დეფიციტია ისეთი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩვენ წელიწადში 5 შეკრება გვაქვს. ერთ შეკრებაზე რაღაცას აკეთებ, რამოდენიმე თვე არ აკყავს, მე ესე მოდის, ეს ყველაფერი თავიდან შეახსენო, პლუს ახალი დაამატოს და რთულდება ეს ყველაფერი. მაგრამ ამ მიმართულებით ბევრს მუშაობ და გეთანხმებით, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, არა მარტო ჩვენზე, ჩვენ კიდე ნაკლები პრობლემა გვაქვს, ზოგადად გულისხმობ ამ ყველაფერს. და ეს ყველაფერი ჩემას ვიტყვი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო იმის ვარაუდი, რომ ჩვენ თავით თამაში კარგად არ ვიცით და რაღაც. ეს თავიდან ბოლომდე კონცენტრაციის საკითხები. ეს არის თავიდან ბოლომდე კონცენტრაციის და პასუხისმგებლობის საკითხი. რომელიც ცოტა სულ სხვაგან მიდის, ამიტომ თუ ჩვენ რამეში გვინდა და პირველ რიგში ამაში მოსამატებელი გვაქვს, ეს ყველაზე მთავარი მომენტი აქ არის კონცენტრაცია და პასუხისმგებლობის გზნობა. იმიტომ რომ მე მინახია ძალიან ბევრი დაბალი ფეხბურთელი, რომელიც თავის თავზე ორი თავით მაღალ ფეხბურთელს, თავის თავზე ორი თავით მაღალ ფეხბურთელს კონცენტრაციის და კონტაქტის და იგივე ყურადღების ხარჯზე ახერხებს იმას, რომ ორთაბრძოლას არ აგებს, ან მინიმუმ ხელს უშლის იმ დონეზე მაინც, რომ მან საგველი დარტყმა ვერ განახორციელოს. მუშაობთ ბევრს ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში და ამ შესარჩევზე კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიყავით სტანდარტულებზე და დარწმუნებული, მაგრამ კიდე მოსამატებელი გვაქვს ამაზეც, რა თქმა უნდა, შეკრებებზე ბევრს ვიმუშავებთ. აი, მაგალითად, ეროვნული ლიგიდან მოყვანილი ფეხბურთელი. რამდენად იოლად ეგუება, რამდენად იოლად ახერხებს აი ადაპტაციას ამ იმასთან, რა ქვია, ევროპულ საზომებთან, ტემპთან.
იოლად რა თქმა უნდა ვერ მოხდება, მაგრამ აი რამდენად ის არის გიჭირთ რა მისი დაყენება შემადგენლობაში. იოლად ვერ ხდება. შემადგენლობის ხრივაც ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიან ბევრჯერ და ალბათ უმრავლეს შემთხვევებში ესეთია, რომ გაგვითვალისწინებია ჩვენი ის ყველაფერი. იგივე თუნდაც ტემპში რომ სერიოზული სხვაობა, კონტაქტი რომ სულ სხვა და მაგრამ ყველაზე კარგი არის ის, რომ ის ფეხბურთელი რომელიც დღეს მოვიდა ხვალ ზეგ და მაზეგ რომ მოდის, მას უკვე გათვეცნობიერებული აქვს, რომ ბევრად სისწრაფეებში არის საჭირო და გაკეთება რაღაცების, ვიდრე მანამდე აკეთებდა. და დინამიკაში ესეც პოზიტიურია. სხვანაირად ჩვენ ამ შედეგს ვერ მივახცევთ. რაც არ უნდა კარგად იმუშაოს მწვრთნელმა თუ მწვრთნელებმა, აბსოლუტურად ყველაფერს მოედანზე წყვეტს ფეხბურთელი. და თუ მათი დინამიკა, მათი სისწრაფე, მათი თამაშის ხარისხი, მათი მიმღებლობა დავალებების და მათი კონცენტრაცია არ არის მაღალ დონეზე, ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამიტომ ეს ფაქტია, რომ ის ფეხბურთელები, რომელიც ძალიან ბევრი ყავდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებმაც სრული მზაობა აჩვენეს იმისთვის, რომ თუ 90 წუთი არა ტაიმ ნახევარი მაინც, ნუ ხა ინდივიდუალურია ყველაფერი, მეტნაკლებად მათ მაღალ ტემპში თამაში შეუძლიათ და ჩვენი მიმართულებით ის არის, რომ ევროპამდე უნდა მოვახრავთ ის, რომ ეს დრო კიდე გაიზარდოს, რომ ჩვენ ძალიან მაღალ ინტენსივობაში შევძლოთ ის, რომ უფრო მეტი დრო ვითამაშოთ, თუნდაც სუფთა სათამაშო დრო, ვიდრე მანამდე ვთამაშობთ. კვერნაძეზე გითხავთ, აი ფაქტიურად მანდ იმდენად გოლი არა, მაგრამ არის ძალიან ისეთი ნიჭიერი თავდამსხმელი ქმნის რაღაც და აი რა ცოტა ხო ეგ ხო არ აკლია შედარებით შედეგიანად რაღაც ესა მარილი აკლიასავეთ რა. ფაქტია რომ ძალიან პირველ რიგში კარგი ის რომ თამაში არ არის, სადაც მინიმუმ 2 საგოლი მომენტი არ აქვს. ჩვენთანაც ხა ძალიან ბევრი მომენტი ქონდა, აუცილებლად გასატანი, მაგრამ პირველ რიგში დასაფასებელია ის რომ გიორგი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველა თამაშზე უნარი აქვს, როგორც ინდივიდუალურად, ესევე რა თქმა უნდა გუნდელების დახმარებით საგოლე მომენტი შეექმნას. ეს ფაქტია და ხდება. ქონდა პრობლემა რეალიზაციაში, ის თვითონაც ძალიან კარგად იცის, ბევრს მუშაობს ამ ყველაფერზე, იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, იმედი მაქვს რომ უფრო ეფექტური გახდება და იმიტომ რომ გიორგის თუ რამე აკლია დღეს, როგორც საკლუბო ფეხბურთში, ასევე სანაკრებო ფეხბურთში, ეს არის უბრალოდ სტატისტიკა, ფორვარდის სტატისტიკა. მე მესმის რომ ის კლუბში განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს, ჩვენ მას ვიყენებთ ორივე პოზიციაზე, როგორც გარემარბად, ასევე ცენტრ ფორვარდად, კი 9 ნომრად, ამიტომ ეს ფუფუნება ჩვენთვის და მისთვის რა თქმა უნდა რომ ამ ორ პოზიციაზე მას თამაში შეუძლია. მე მას ვხედავ როგორც ფორვარდს, ნამდვილად ვხედავ და უბრალოდ მაგიტომ თამაშობს ის წინ, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ იგივე ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ფორვარდი იქნება, მაგრამ ორივე პოზიციაზე ვფიქრობთ მის გამოყენებას ჩვენ და იცის ბევრი გულაპარაკია ჩვენ პირადად ერთმანეთში იგივე ერთ-ერთ საუბრის დროს მასთან ამ თემაზე თუ გიორგის სტატისტიკას განმოასწორებს მე დარწმუნებული ვარ ის კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდში გადავა და ის დროც არ იქნება შორს როცა ის უკვე ეროვნული ნაკრების კარში ახებს. ამას ისევ ამ ხორვატიაზე ვარ ესა ჩაციკლული პენალტებზე საგანგებოდ ვარჯიშეთ. პენალტებზე პენალტიდან 7 გაიტანა. ამ პირველი პენალტი გაიმაზადა. ეხლა რაც შეეხება რა როგორი და რაც შეეხება ხა იმ თემას ვარჯიშს 11 მეტრიანებზე მე მახსოვს ისრაელთან წაგებული 11 მეტრების შემდეგაც ამაზე იყო საუბარი რომ იქ არ ვივარჯიშეთ რაღაცა მაშინაც ვივარჯიშეთ ეხლაც ვივარჯიშეთ უფრო მეცაც ვიტყვი მაშინ უფრო დიდი დოზით ვივარჯიშეთ ვიდრე ეხლა ეხლა მხოლოდ თამაშის წინა ვარჯიშზე 1-2 შევასრულებინეთ გამოვიყვანთ ესე მხოლოდ იმიტომ რომ ის სიები შემდგარიყო თანმიმდევრობა შემდგარიყო და თავიდან ბოლომდე ეს არის ფსიქოლოგიური თემა და როცა ვარჯიშებს საუბრობთ ვარჯიშზე ჩემი აზრი ეს ჯარმე თავს არავის არ ხო მე როგორც ნელი ესე უყურებ ამ ყველაფერს ვარჯიშზე მნიშვნელოვანი აქ არის ის თეორიული ცოდნა რომელიც უნდა ქონდეს როგორც მეკარეს ესევე უნდა ქონდეს თითოეულ ფეხბურთელს თუ მოწინააღმდეგის მეკარის ძლიერი მხარე რომელია რომელ მხარეს უფრო მეტი პენალი აქვს აღებული ვინსაც უტყავს ამ ეს ინფორმაციები მაშინაც და ეხლაც ძალიან დიდი დოზით ქონდათ ფეხბურთელებს ლუკამ სხვათაშორის გონი აღნიშნა კიდევ ერთ ინტერვიუში რომ მას ქონდა ეგრეთ წოდებული ის ხო და დაწერილი ეს ყველაფერი და ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით მაგრამ ერთია ვარჯიში შესრულებული მეორეა უკვე იქ იმ სიტუაციაში იმ სტრესის ფონზე როდესაც იცი რომ თითოეული გაფუჭებული შეიძლება შენთვის ბოლო იყოს ამიტომ სიმართლე გითხრა სასიამოვნოდ გაუცებული და გაკულებული დარჩი იმ მენტალი იმ გრადობით და იმ მენტალიტეტს რომელიც მათ გამოავლინეს იმიტომ რომ
ურთულესი იყო, გიანმა და ლუმინაძემ ისეთები შეეძლო. იგივე ხარატიშვილმა პირველი 11 მეტრიანი, რომელიც ხარატიშვილმა იყო, ურთულესი აიღო, არ არის მარტივი ეგეთი პენლის მოგერიება და იქაც იყო რამოდენიმე გარდამტეხი მომენტი და ფაქტია რომ ყველაფერს გაუძლეს ჩვენ ყველაფერს გაუძლებთ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ის ჩვენი დასაყრდენი და ის საფუძველი, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდი უფრო ძლიერი გახდება, რომელმაც ევროპაზე უნდა ითამაშოს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ევროპაზე გვინდა წარმატების მიღწევა და ურთულესი იქნება, მაგრამ მინიმუმ იმის გამეორება, რაც აქ იყო ჩვენთან, ეს ამას ვერ დაგეგმავს ვერავინ. ეს უბრალოდ გამორიცხულია და არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. მე დღეს რომ გამოვიდე და რომ დავიწყო ლაპარაკი, რომ ჩვენ გამოვალთ ეს არა. ეს მიზნები ჩვენ და ესეთი ხმამაღალი საუბარი არც არავის არ ქონია, უბრალოდ ჩვენთან ყველამის ის ერთი. რომ ჩვენთვის ნებისმიერი შემდეგი თამაში, ის ვისთანაც არ უნდა იყოს. შენ თუ ნაკრების მაისური რაცია, მანდ არის მთავარი ის, რომ შენ ის თამაში არ უნდა წააგო. უნდა მოიგო მინიმუმ მომორჩეს ფრეის თამაში. სხვანაირად არ გამოვა. და მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგე ვინ იქნება და ესეთივე განწყობით ვიქნებით ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე. რა გამოვაყო ერთად ნახავთ ყველაფერს, მაგრამ მე როგორც თქმა ვიცი ერთი აუცილებელი პირობა, ჩვენ თუ გვინდა რომ ევროპაზე ეს ყველაფერი სრულად მოვიყვანოთ, აქ არის ყველაზე მთავარი ის, რომ ჩვენ უნდა მოვუმატოთ. ჩვენ გუნდს აქვს იმის რესურსი რომ მოუმატოს, თუნდაც ახლა თელესერჩევის განმავლობაში ჩვენ ყავდა ნაკრების ლიდერები, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა სტაბილური საერთოდ არ ქონია და იცით თქვენ ეს ყველაფერი. ისინი ევროპაში განსაკუთრებით თავიანთ გუნდებში ფეხბურთელებიც თამაშობს, რეალურად მას ცოტა დრო უწევთ თამაში. ესეც ის რესურსია, რომელსაც იგივე გაგნეძეს მაგალითად რო ავიღოთ, მას არ ქონდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. კვერნაძე ხან თამაშობს, ხან არ თამაშობს. სიგუა, რომელიც რა თქმა უნდა ტრავმის გამო, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ უთამაშებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ხს უთამაშებელი იყო, გამოვიდა მოგვეხმარა ბოლო თამაშზე. ეს ის რესურსია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. კიდევ იყო რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში ეს არის ის, რომ მათ უნდა მიიღონ გუნდებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი პირობა. აი ეგ კონკურენცია, ასე ვთქვათ, ხა კლუბებზე ითქმის ხოლმე სიტყვა გძელის კაი, მაგრამ ნაკრებზეც რა, რამდენად არის აი კონკურენცია ნაკრებში პოზიციურად რო ავიღოთ, ამით მაყოფილი ხარ მაგ ხრივ რო შეგიძლიათ შეცვალოთ აი არ დავკონკრეტდები, მაგრამ არის პოზიციებსაც კონკურენცია აუცილებლად გჭირდება. აუცილებლად გჭირდება განსაკუთრებით შეტევის ხაზში. ეს ჩვენ არის აუცილებელი პირობა ჩვენთვის. გვაქვს არის პოზიციებსაც კონკურენცია არის პოზიციებსაც ბევრი ფეხბურთელი არის თავმოყრილი, არის პოზიციები რომ არჩევანი გვაქვს ან ცოტა. ამიტომ ესეც დასაბალანსებელია, მაგრამ ნუ ახლა ეს რეალობა გვაქვს და ამას ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ იმ სწორი მუშაობით, რომელიც ახლა დღეს მეტნაკლებად რა თქმა უნდა, მაგრამ მიდის ესე თუ ისე ჩვენთან ახლა ახალგაზრდას ბავშვთა და ახალგაზრდულ სექტორში, ხო უფრო მეტი ფეხბურთელია ჩართული ამ ყველაფერში. ხარ ძალიან ბევრი ისეთი კერა გაჩნდა, რომელიც რა თქმა უნდა ფედერაციის დამსახურებით გაკეთდა ბევრი ისეთი კერა, სადაც უკვე მოიმატა იმ ჩართული ბავშვების რაოდენობამ ფეხბურთში. თუ ციფრებზე მივალთ, ხო, მე ზუსტად ვერ ვიტყვი, არ მახსოვს უბრალოდ, მაგრამ იყო თქვა საპირობითად თუ 10 ბავშვი თამაშობდა გუშინ ფეხბურთს, დღეს უკვე 30-40 ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. და ეს დინამოს და ლოკომოტივის აკადემიაში ეს ყველაფერი გამორიცხულია, რომ ამ ყველაფერმა არ მოიტანოს ის, რომ ეს პოზიციებიც დაბალანსდეს და ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს, იმიტომ რომ მე მესმის რომ ჩვენ არა ვართ მოსახლეობით ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონკურენცია და აუცილებლად გვჭირდება ის, რომ ყავდეს ბევრი ბავშვი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, იმიტომ რომ ეს უკვე, როდესაც ბევრი თამაშობს, იქ უკვე ძალიან მარტივია ის, რომ მიიღო უკვე მეტი შანსია იმისა, რომ მეტად ბევრი ფეხბურთელი მივიღოთ ისეთი, რომელიც ნაკრების დონეს გამოუდგება. ეგოიანზე გითხავთ, აი ეხლა რაღაც ბოლო ცნობები გამოჩნდა, რომ შეიძლება სომხეთის ნაკრებში თამაშოსო და რა ინფორმაცია ბოლოს რა თვითონ ფეხბურთელთან ბოლოს საუბარი ჰქონდა ხორვატიის თამაშის შემდეგ, მე მისგან არაფერი არ მომისმენია, ესევე მას ჩემთან და არც არავისთან არ დაურეკია ამ ცნობების შემდეგ, ამიტომ რეალურად ჩვენ მას ისე განვიხილავთ, როგორც მანამდე განვიხილავთ, ის ჩვენი გუნდის ნაწილია, მის მარტის შეკრებაზე რა თქმა უნდა ის გაფართოებულ სიაში არის, ამას ვაფიქრე გიდასტურებთ, დანარჩენები თქო დიდი დროა და გამოჩნდება ეს ყველაფერი და ჩვენ უცებ შეხვედრა მოგვიწევს მასთან, რა თქმა უნდა შევეხებით ამ თემასაც, მაგრამ ფეხბურთელის მხრიდან ჩვენთან კომუნიკაცია ამ საკითხში არ ყოფილა, ამიტომ რეალურად ისე ვაგრძელებთ როგორც მანამდე. ბევრი რამე იწერება, მაგრამ თუ რამე კონკრეტული იქნება, ჩვენ ყველაფერს აუცილებლად გავიქებთ. რამაზ ბატონო, ერთი წუთი გადავერთოთ სხვა ჩვენ რუბრიკაზე, რუბრიკა გვაქვს სარბიელი, გაზეთ სარბიელი, რა წერდა გადაცემის
გასვლის კვირაში და ისე ხორვატიას უნდა შევეხო 2002 წელს ამ კვირაში ივო შუშაკი ჩამოსულა თბილისში არა კვიპროსზე ჩასულა კვიპროს ჩამოვიდა მე შეკრებაზე ვიყავდი მოისტავე გახსოვთ კვიპროსზე ჩავიდისო ეკო დინამოს იქ ჩააკითხა კვიპროსზე ჩამოვიდა შეკრებაზე იქ იყო პირველი ჩვენი შეხვედრა როგორც თავალწნელის როგორც გუნდის ეს კვიპროსზე იყო ჩვენ შეკრებაზე ვიყავით აი ანაპაში ვიყავით შეკრებაზე სხვათა შორის და საკმაოდ ისეთი თავიდან ჩვენ ხარ არ ვიყავით მიჩვეული არც ესეთ სიმკაცრეს არც ესეთ წესებს ამიტომ თავიდანვე ესე დაიწყო ეს ყველაფერი და ისეთი დატვირთების ფონზე მიდოდა ეს ყველაფერი რომ ძალიან ძნელია რომ ეს შეკრება დაიწყო იმიტომ რომ იმდენი ვირბიდე ძალიან ბევრი შეკრება მოგვიწია მაგ შეკრებას და ბევრს ლაპარაკობენ და მეც თავად მაქვს ეს გამოცდილება ივოსთან ურთიერთობაში იყო ძალიან მაგარი და კიდესტურად ძალიან კარგი ადამიანი ახალგაზრდებთან განსაკუთრებით რა თქმა უნდა იგივე თუნდაც გამოცდილ ფეხბურთელებთან მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ძალიან მამაც იყო მეგობარიც იყო მასწავლებელიც იყო ანუ ყველაფერს ერთად მასეს ძალიან კარგი თვისებები ჰქონდა ისეთი რომელიც მწვრთნელს უნდა კონდეს და პირველს უნდა კონდეს კარგ ადამიანს და იო კიდე ძალიან კარგი ადამიანი იყო ამიტომ მასე კარგი შედეგი თქონდა ხო არ გინახავთ ხორვატიაში არა სხვათა შორის ვერ ჩამ მაგრამ მე მითხრეს რომ ვერ ჩამოვიდა იმიტომ რომ რეალურად მეგონა რომ თამაში იქნებოდა და სიამოვნებით ნახავდი და სიამოვნებით გავესაუბრებოდი მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მოახერხა ჩამოსვლა არის მეორე მაგარი ამბავი იყო ამ კვირაში ეს არის 2000 წელი რატი ალექსიძეს მიუღია სამუშაო ვიზა ინგლისში და ჩელსიში დაუწყია თამაში. გახსოვთ ეგ ამბავი? ნუ რა თქმა უნდა. ამბავი და თავის დროზე თურმე ლაპარაკი იყო 6,666,000 სატრანსფერო თანხაზე. რატი ცოტათი ჩემზე უფროსია, რაც რა თქმა უნდა სულ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ უფრო ერთ გუნდში მოგვიწია თამაშმა და მე უფრო დავახლოვდით. ძალიან კარგად მახსოვს ეგ ყველაფერი და ისიც მახსოვს რომ ყველანი ვამაყობდით. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, იმით რომ ჩვენი წარმომადგენელი ყავდა. მაშინ ყავდა ჩელსიში. რა თქმა უნდა, ჩელსიში. და სამწუხაროა, რომ ისე არ განვითარდა, რატეს კარიერა ანიჭიც მას ჰქონდა და ეს ძალიან სამწუხაროა. ეგ ის ჩელსი იყო, ის თავსების თასი ვიალი რო იყო მწვრთნელი. ზოლა და ეგ შემოდგება. და კიდე ერთი მაგარი ამბავი, ვლადიმერ სტეფანიას მოუწერია ხელი XL-ში პირველი ქართველი NBA-ში. და სამწუხაროდ $1,700,000 იმ დროს მაგარი მაშინ ესე წარმოუდგენელი თამაშებზეც თამამად შემიძლია თქვა რომ ამერინოს ხათენებული მაშინ ახლა ჩვენთან უყურებთ და თუ შესაძლებელი იყო იმიტომ რომ ახლა მაშინ ესე არ იყო უბრალოდ დამოიწყო ტელევიზია საერთოდ რაღაც ერთი არხებსაც რამოდენიმე თამაში იყო ამ ფრაგმენტები იყო ან რაღაცები იყო და კი იმიტომ რომ მაშინ პირველი ქართველი იყო და ჩვენი მხრიდან გულშემატკივრობა რა თქმა უნდა ყოველთვის სერიოზული იყო და ყოველთვის გულშემატკივრობდით ამაგარი ამბავი იყო მაშინ ესეთი რა ვქვია მთელი ქვეყანა ესე იყო რომ მიჯაჯულე სტეფანიაnis აი სიგუაზე მინდა და წეგან ახსენეთ აი სიგუას მდგომარეობა როგორ არის და რა უშლის ხელს აი რა ინფორმაციები როცა თამაშობს მაგრად თამაშობს მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ეხლა არის კარგად და მთავარია რომ უბრალოდ ეს სტაბილურობა დიდხანს შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ახლა უდიდესი პოტენციალის პატრონია, ეს იქაც კარგად იციან. ეს ტრაუმებს რაც შეეხება, ხოთა შორის ეს ბოლო ტრაუმა რაც იყო, ხო, ეს ტრაუმა იყო კონტაქტური და ეს არ იყო ის კუნთის თურბილი ქსოვილის პრობლემა, რომელიც მას მანამდე აწუხებდა. რეალურად დიდი ხანია ეს პრობლემა ის რაც ჰქონდა მაშინ. უკვე წარსულში ჩაბარდა ეს ბოლო ტრაუმა ყველაზე სერიოზული რომელიც იყო ეს იყო კონტაქტში მიღებული ამისგან დაზღვეული არავინ არ არის მაგრამ ნუ ერთი ვიცი რომ ჩვენი საოცრებად გვჭირდება ჯანმრთელი საოცრებად გვჭირდება სათამაშო პრაქტიკით და ფორმის პიკზე მყოფი იმიტომ რომ სიგუა ჩვენთვის დიდი ძალაა მანას ყველაფერი ძალიან კარგად ნდობაც მას ძალიან დიდი აქვს ამაზე თუნდაც ეს ბოლო ფაქტიც რო ავიღოთ სამდენ უთამაშებელი ჩამოვიყვანეთ და იქ თვითონ ერთმანეთში ჰქონდა ლაპარაკი და იგივე ხორვატიასთან გამოძახებას გულისხმობ რა თქმა უნდა სიგუასი ის არის ფეხბურთელი რომელიც ჩვენთან იქნება და იქაც მაგ თქვით რომ მიუხედავად იმისა გავალთ თუ ვერ გავალთ ეს ისტორიული მომენტია პირველი პლეიოფია ჩვენთვის და სიგუა იმსახურებდა იმას რომ ჩვენთან ყოფილიყო ამ ყველაფერზე და ძალიან მიხარია რომ თავის წვლილი შეიტანა ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა რომ ის არ იყო იმ კონდიციაში გამოვიდა საკმაოდ წვლილი შეიტანა განსაკუთრებით პირველ თამაში იმაში რომ ჩვენაც მორჩა იქ ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ეს კიდევ მოუმატებს და რა თქმა უნდა ჯანმრთელობას უსურვებს მას პირველ რიგში
კობამ წერან ორჯერ და გისვა კითხვა იმ ხორვატიაზე და ერთი კითხვა მეც დამსჩა რა რეაქცია ჰქონდათ თამაშის მერე როგორც გულშემატკივარს ისე გულშემატკივარს ნორმალური ფეხბურთელებსაც ვერ ვიტყვი რომ რაღაც ცუდი რეაქცია ჰქონდათ უბრალოდ ფაქტიკურ არ ერუდნენ ამ ყველაფერს ეს მათ წინასწარ თამაშის წინა იგივე პრეს კონფერენცია იქნებოდა ეს თუ რომელიმე ინტერვიუ ან ფეხბურთელის ყველაფერი ვნახეთ არ ელოდნენ ამ ყველაფერს არ ელოდნენ არც იმ წინააღმდეგობას რეაქციაც ისეთი ჰქონდათ როდესაც არ ელოდები რაღაცას და უკვე აღმოჩნდები იმ რეალობის წინაშე რომ ბოლო 3 ევროპა სტაბილურად თამაშობდნენ ახალგაზრდა ევროპის გულისხმობ რა თქმა უნდა და მეოთხე ციკლი იყო რომელიც ახლა ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს გასვლა რამას გავიარეთ ხორვატია და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. წელიწადის შედეგები ცნობილია. საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი. ვიწყებთ პოლონეთით. პოლონეთი არის ძალიან კარგი ნაკრები. თუმცა განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ძალიან კარგი სტანდარტულებით. ძალისმიერ, რა თქმა უნდა, და ძალიან დისციპლინირებულს. ურთულესი სათამაშო მეთოქია, ურთულესი მოსაგები გუნდია, ამიტომ მზადება გვჭირდება ჩვენ ძალიან სერიოზული მაგ ყველაფრისთვის, მაგრამ ნუ საფრანგეთი და პორტუგალია ხა ბევრს არ ვისაუბრებ. თუ საფრანგეთი და პორტუგალია იმ რესურსს გამოიყენებენ ფეხბურთელების დამატების კუთხით გულისხმობ, რაც რესურსის მათ აქვთ, იგივე თუნდაც ეროვნულიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს გულისხმობ, უსერიოზულეს ძალას მივიღებთ, თუმცა იმათ გარეშეც ორივე სერიოზული ნაკრებია და ორივე ნაკრები ისეთია, რომლებსაც ამბიცია, საფუძვლიანი და პრეტენზია აქვს იმისი, რომ მთლიანად ევროპა მოიგონ, არათუ ჯგუფიდან გავიდნენ. მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელსაც უკვე დიდი ხანია გავდივართ და ერთადერთი, რასაც თამამას ვუწევ ყოველთვის არავისთვის არაფრის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ. დანარჩენი უბრალოდ თამაშებზე გამოჩნდება, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აქ თავარი იქნება, თუ ჩვენ როგორ მზადყოფნაში შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე. გეგმა არსებობს, მარტში გვექნება ერთი შეკრება, ივნისში გვექნება კიდე შეკრება, ამ შეკრების შემდეგ გვექნება უკვე თვითონ ევროპის ჩემპიონატი კონკრეტული სლოვაკეთში. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ყველაფერი იქნება დამოკიდებული უკვე იმ სათამაშო ფორმაზე, რომელთაც ჩვენი ფეხბურთელები მოვლენ ევროპის ჩემპიონატზე. იციან მათ ეს ყველაფერი, ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. მარტში შევახსენებთ, რომ თავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ ფორმის პიკში, იმიტომ რომ ითამაშოს შენ ევროპის ჩემპიონატი ისე რომ არ იყოს სათანადო კონდიციაში ეს წარმოუდგენელი. ეს წარმოუდგენელია, ამიტომ აქეთ არის მიმართული ჩვენი სწორება, რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში რაც ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ მათ თავიანთი კლუბები ყავთ და მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ფეხბურთელების ის, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ მზადყოფნაში მოვიდნენ ჩვენთან, ეს არის მათ პასუხისმგებლობა, დანარჩენი პასუხისმგებლობა ჩემზეა პირადად და ჩვენს სასანაკრებო სტაფზე, მათ ყველანაირი პირობა ექნებათ როგორც ყოველთვის, მაგრამ თავარი კიდევ ერთხელ მეორებ, რომ არის ის, რომ ისინი მოვიდნენ სრულ მზადყოფნაში უკვე. ამ პორტუგალია ხო ჩვენი ბულკია. არა, ამ ორი მეტოქის გათვალისწინებით, მომდევნო ორი მეტოქის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლონეთთან თამაშს, ხო? რა თქმა უნდა, პირველ თამაშს ყოველთვის ხო? პირველ თამაშს მნიშვნელობა. კიდე ერთხელ რომ მოვუგოთ მართლა გაგიჟდებიან რა. რა უნდა მოვუგოთ კიდეც. ახოთ იმიტომ რომ თულია ეს თამაშს თამაშობ ხა მაგრამ დაგეგმვა წინასწარ რა თქმა უნდა ჩვენც გვინდა მაგაზე ხორეზრი არის ამ ხანაგურები გვაქვს დაგეგმილი უკეთო ამ ხანაგურები დაგეგმილია ყველა უბრალოდ ბოლო იმას გავდივართ ეს ხელის მოწერებზე რა თქმა უნდა საუბარი ძალიან ახლო მომავალში ჩვენი მხრიდან აღჟღერდება ეს ყველაფერი თუმცა შემიძლია ვთქვა რომ მარტში ჩვენ გვექნება აუცილებლად ორი ამ ხანაგური თამაში მარტის შეკრებაზე და ევროპის ჩემპიონატის წინ მინიმუმ 1, მაქსიმუმ ალბათ 2 თამაში ეს უკვე ჩვენზე და ჩემზე დამოკიდებული თუ რამდენი თამაში ჩავსვლა საჭიროა თუ ევროპის ჩემპიონატზე როგორ ვითამაშო მინიმუმ 3 თამაშს ჩვენ ჩავატარებთ აუცილებლად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. და სანიოლთან კომუნიკაცია ალბათ სისტემატურია და თუნდაც ეს გოგლიჩიძის თემა, სხვა ფეხბურთელების თემაც და აი რამდენად აქტიურად ხართ ხოლმე ერთმანეთს ჩართული, რამდენად ხშირად სულით აზრებს ხშირად პრინციპში შეკრებები წინ ხდება ერთად ეს ყველაფერი, როდესაც შეკრება ახლოვდება, როდესაც ყვავილი თბილისშია, მაშინ ხდება ჩვენი ურთიერთობა, მაშინ ხდება აზრების გაცვლა, გამოცვლა, ამდენად
ახლო ხდება ყველაფერი, ამაზე პასუხი უბრალოდ ის არის, რომ მე თვითონ ვიყავი ჩართული ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ ამაზე საუბარი. არც შეიძლება ისეთი ურთიერთობა ყოველთვის როგორიც უნდა იყოს ეროვნულის და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელების შორის, სუფთა საფეხბურთოზე მოხდა რა თქმა უნდა საუბარი და ძირითადი კომუნიკაცია ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც ვილი თბილისში იმყოფება და ეს ხდება შეკრებების წინ. ოფიციალური შეხვედრები, სადაც ძალიან ბევრ ამაზე არის საუბარი, ფეხბურთელებზე, იგივე სიტუაციაზე, ახალგაზრდულ ნაკრებში რა ხდება, ვინ უმატებს, როგორ კონდიციაში და ამ შემდეგ. რამაზ ბატონო, კარგით, ახლა მოვჩით, მე მგონი ამომწურავად ვისაუბრეთ თქვენს ნაკრებზე, გეგმებზე, მომავალზე. კვარაზე მინდა გკითხოთ რა, ცალკე, იმიტომ ეს ახალი წელია, კვარას ირგვლივა, ქართული საფეხბურთო სამყარო მანტრიადებს ახლა. კვარას ტრანსფერზე. კვარას კვირა და თქვენ როგორ შევხვდით, როგორ მიიღეთ მისი PSG-ში გადასვლის ამბავი? დადებითად შევხვდი, იმიტომ რომ აქ ყველაზე მთავარი არის ის, თუ ხვიჩასთვის რა იყო მნიშვნელოვანი და ხვიჩასთვის რა იყო მნიშვნელოვანი, ნახეთ და ყველაზე მთავარი არის, რომ ის სილაღე და ის ყველაფერი პირველი თამაში გამოსცა. ხო, რაღაც სხვანაირი კვარა. აქ მთავარი არის ის, თუ ხვიჩასთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს მის გააწყვეტილება, PSG დიდი გუნდია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გუნდი, რომელშიც ძალიან ბევრი, ეხლა კონკრეტულად ახალგაზრდა ფეხბურთელია თავმოყრილი, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები, ძალიან კარგი დაყენებული და დაგეგმილი თამაშით, ძალიან მაღალი დონის მწვრთნელთან, ამიტომ დადებითად შევხვდი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს და ეგ მინდა რა ზუსტად ყველაზე მთავარი ის არის, რომ თვითონ ხვიჩა ამ ყველაფერთ ბედნიერი და ეს არის რა თქმა უნდა უმთავრესი. აი ტაქტიკური თვალსაზრისით ალბათ გულისხმობთ ახლა 4 სხვადასხვა ადგილას ითამაშა და რო შეაფასოთ. მანამდეც იგივე საკეთებდა პარის სენ-ჟერმენში ლუის ენრიკე, იგივე ის სამეული რო ავიღოთ, ის არ თამაშობს, შემტევი სამეული რო ავიღოთ, ხშირი იყო როტაციები. მოყვარულია ზოგადად ლუის ენრიკეს ესეთი ფეხბურთის, ამიტომ ძალიან კარგია, მე ვფიქრობ. ყველა ფეხბურთელისთვის და იგივე რა თქმა უნდა ხვიჩასთვისაც ის რომ მას ესეთ უწევს, იმიტომ რომ ის ბევრად გახდება ისეთი არაპროგნოზირებადი, იმიტომ რომ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ითამაშოს როგორც 10-იანზე, ისე ითამაშოს რა თქმა უნდა ნებისმიერ ფლანგზე. ამიტომ ეს ძალიან კარგია და ფილიპ ძალიან კარგად უყურებდა. ნახონაში მიმული იყო, დამული იყო აქეთ, მესავით დადიოდა რა, ასე ვთქვი და ცოტა ხანი 10-15 წუთი მარჯვნივაც ათამაშა. კი, 4 პოზიციაზე. ცლა მიდის, როტაციები მიდის, ამიტომ ლუის ენრიკეს თამაში ჩვეულებრივი მოხდა. და ალბათ ეგ კარგია, ხო, ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე ეხლა მესიმაც ითამაშა 9-იანზე და როგორც ფეხბურთელი ჯერ ისე რა იყო და უფრო გადიდდა და უფრო ისეთი და კვარასაც ალბათ შეეშველება. უფრო მრავალმხრივი ხდები, უფრო ახლოს ახალ კართან. ყველაზე მთავარი რაც არის დამამთავრებელთან ყოველთვის ახლოს ტრიალებ. უფრო რთულად წასაკითხი ხდები მოწინააღმდეგის ცვლილებისთვის, იმიტომ რომ ხშირი პოზიციების ცვლა, იმიტომ ხდება რომ ასეთ აი ალღო არა უღოს თქვათ იგივე ცველმა რომელიმე შემტევს. ხშირად პოზიციის ცვლა ყოველთვის დამაბნეველია მოწინააღმდეგეს. ამიტომ ბევრი პლუსი აქვს ძალიან. არ არის მარტივი სათამაშო, სპეციფიკური ფეხბურთელები ჭირდება, ფეხბურთელები რომლებიც მინიმუმ 2-3 უნარით გამოირჩევიან ამა თუ იმ პოზიციაზე თამაშის. ამიტომ ეს მაგიტომაც ეძებენ ის ფეხბურთელებს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ შეუძლია თამაში რამოდენიმე პოზიციას. ზოგადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ეს ტემპით ვითარდება, რომ საბოლოოდ მივიღებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ძალიან ბევრ პოზიციაზე თუ ყველაზე არა, ძალიან ბევრ პოზიციაზე უნდა შეძლოს. ჩვენთან რამდენია ეგეთი ახალგაზრდულ ნაკრებში? ხოთა შორის არ არის დაბალი ციფრი, ყავს საკმაოდ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ამა თუ იმ პოზიციაზე თამაში და ეს არის ჩვენი პლუსი. ძალიან ბევრია. თან პირდაპირ შემიძლია თქვა იგივე ჩვენ განსაკუთრებით, აი იგივე უგრეხელიძე, იგივე ლაცაბიძე რო ავიღოთ, რომელიც ბოლო თამაშები ითამაშეს. ისინი თავის გუნდებში ორივე საწყისი იყვნენ საყრდენები. ლაცაბიძემ ოდესის ჩერნომორეთში, უკრაინაში, ყველა თამაში ხორვატიამდე ითამაშა როგორც საყრდენ ნახევარმცველმა. უბრალოდ ხორვატიაში თამაშს თავის თვალით უყურა ჩერნომორეთის თავმოწმებელმა და ხოთაშორის თვითონ დაწერა ამოდენიმე დღის უკან მაგ ყველაფერზე და იმის შემდეგ დაწია და თამაშობს ცენტრალურ მცველს. კი, ეს იგივე უგრეხელიძე, რომელიც თბილისის დინამოში ძალიან ბევრი თამაში საყრდენს თამაშობს. აზაროვი, რომელსაც შეუძლია როგორც შემტევად თამაში ფლანგზე, ესევე მცველის თამაში და მე დარწმუნებული ვარ, მას საყრდენის თამაშით შეუძლია მამაგე იშვილები, კვერენაძე, ოდიშარიას ყოველას ბოლო მაგალითად ოდიშარია თამაშობს როგორც მარჯვენა გარემარს, ასევე ხუთცველში თამაშობს მარცხენა მცველს. ეს არის უკვე სიგუას ბევრად გულზე შეუძლია ძალიან თამაში. ეს უკვე ფუფუნება და ის
ის ყველაფერი რაც უცნაურს აძლევს საშუალებას იმის, რომ ეს როტაცია იქნება თუ ხშირი წლა იქნება სისტემის თუ რა პოზიციების თავისუფლად გამოიყენოს. აი ოდიშარიამაც ახლა მაგარი თამაში ჩაატარა იქ. გამოგჩა ყველაზე ისეთი დიდი იმედი, ასე ვთქვათ, ქართული ფეხბურთის სალია, რომელიც ნიუკასში მოიაზრება, ხო, ალბათ, გაფართოებულ სიაში. ყველა კიდევაც ერთხელ გამოძახებული, უბრალოდ მე მოხდა ის, რომ ჩვენს 19 წამდე ნაკრებს ჰქონდა ძალიან სერიოზული შესარჩევი შვედეთში. ძალიან კარგია, რომ ელიტ რაუნდში ვართ გასული, ეს აუცილებლად გჭირდება ყველა ნაკრებში ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებაა. ელიტ რაუნდში აუცილებლად ითამაშებს 19 წამდე ნაკრებში, აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ მაგ პერიოდში გვაქვს ამხანაგური თამაშები და ის ჭირდება 19 წამდე ნაკრებს და 19 წამდე ნაკრები და ეს თამაშები კიდევ იქნება უკვე ის დონე, სადაც ჩვენ შევაფასებთ მის მდგომარეობას და გადავწყვეტ საბოლოო ჯამში მოხდება თუ არა უკვე საბოლოო სიაში ევროპის ჩემპიონატზე, მას ყველაფერი წინ აქვს, ეს ძალიან პატარაა. როგორც მას ასევე არის კიდე რამოდენიმე ფეხბურთელი პატარა, რომელიც ჩვენთან გაფართოებულ სიაში არის და მას ვადასტურებ, როგორც სალი, ესევე კიდევ არის ორი ფეხბურთელი, რომელიც პატარები ჩვენთან არიან გაფართოებულ სიაში, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ერთი რაღაც, რომ ისინი პატარები არიან, მათ ყველაფერი ჯერ კიდე წინ აქვს და ამიტომ მათ უნდა მოახერხონ ის, რომ ისეთი გამორჩეულები იყვნენ ამ ასაკში, რომ გაუწიონ კონკურენცია და კონკურენციის გაწევრიდან აჯობონ იმ ფეხბურთელს, რომელსაც უკვე დღეს გამოცდილება შედარებით მეტი აქვს და ესევე კიდე კონკრეტულად თამაში უწევს თავის ასაკიდან გამომდინარე. აი სულ ეს არის მეტი არაფერი, ყველაფერი მათზე დამოკიდებულია. თუ ეხლა ვერ მოხვდნენ ნაკრებში, არ ნიშნავს ეს, რომ სამაგიერო კარიერა დამთავრდა, ხო, მე რამდენია რომ მე იხსნება და ხო, სხვათა შორის მაგას ალბათ მწვრთნელები ითვალისწინებთ კიდეც ზოგჯერ, რომ ეხა ასაკობრივი ცენზი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენთვის ნებისმიერი წარმატება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წარმატებული 19 წამდე ნაკრები გარდა იმისა, რომ ეს არ არის პიროვნულ დონეზე დასული ამბები, ეს არის ამბავი, რომელიც მთელ ქვეყანას ჭირდება ეს წარმატება. იმ თაობას ჭირდება პირველ რიგში, რომელიც დღეს არის 19 წამდე ნაკრებში. ეს 17 იქნება თუ 18 მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს 19 წამდე ნაკრებში და გუნდი, რომელიც წარმატებული იქნება და ითამაშებს თუ მოახერხეთ ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 21 წამდე ნაკრებში და მნიშვნელობა აქვს თვალები ვინ იქნებიან. ამოვლენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე მენტალური მდგომარეობა აქვს გამარჯვებული. და ეს არის უდიდესი პლუსი, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენ და ეს არის ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულება, რომ აი ამ რა თქმა უნდა ფეხბურთელის მიწოდება პირველ რიგში და პლუს ამას ემატება უკვე ის მენტალური მდგომარეობა და ის მენტალურად გამარჯვებული ფეხბურთელი და გუნდი, რომელიც უკვე შემდეგ ნაბიჯებს დგავს იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მოხდეს და მოხდეს ეროვნულ ნაკრებში. ხო, ეროვნულში მიდიხარ გამარჯვებული ეს მენტალიტეტი. კვარა აიწეღა რო ახსენეთ, მაშინ 17 წლის იყო, როცა ითამაშა თქვენთან, იქ ცხვირი ქონდა გოლი მაშინ, გაიტეხა პირველ თამაში, გოლი გაიტანა და მე გაიტეხა თამაში აღარც უთამაში. ვერავინ ვერ იტყვის რომ გინდა თუ არა იტალიის წავანი მასწავლა, მაგრამ ის რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა და ეს რომ მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა სპეციალისტები ყველა მაშინვე ამჩნევდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის იყო უკვე მაშინვე ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში განსხვავება გააკეთებინა მინდორს და სწორედ ეს არის მთავარი გამოსარჩევი, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც აკეთებენ განსხვავებას თამაშის დროს და ესეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, იმიტომ რომ ესეთ ფეხბურთელს შეუძლია ცუდად წასული შინაარსი თამაშის შენ სასიკეთოდ მოატრიალოს. აი შენც ვერ ერევი მაგ დროს როგორც წნელი, ვერ აკეთებ ჩარევას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გაჯობა, ცუდად მიგდეს და აი ფეხბურთელს თავის ინდივიდუალიზმის ხარჯზე შეუძლია რომ ეს ყველაფერი პირიქით დაატრიალოს და აი ესეთი იყო ყოველთვის თავიდანვე ისიც და რა თქმა უნდა იგივე სუკაც და იგივე გულიაშვილი ბევრი იყო კიდე იქ ფეხბურთელი, რომელსაც შეალდა გოლებს გაკეთება. რატო გითხეთ ახლა იმიტომ კი არ გითხეთ რომ რა თქმა უნდა გამორჩეული იყო ეგ ვიცია 11 წლიდან მახსოვს და ეს უბრალოდ ამას წინა დავწერე სტატია სადაც 11 მარგის გამორჩეული აი საკვანძო მატჩი დავწერე და იქ აი ხშირია ესა კვარას გარდა კიდევ არიან ესეთი ფეხბურთელები კვარას დონეს არ ვამბობ არიან რომლებიც აი კვეთრად მერე უმატებენ აი რა დროს არის და რა დროს არის ქართველი ფეხბურთელისთვის აი ყველაზე კრიზისული პერიოდი რა და რა დროს არის აი ყველაზე ალბათ უფრო ნუ ხა მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ კვარა განსხვავებული დონეა დღეს ხო დღეს ესეა ნუ ამაზე საუბარი უკვე ზედმეტია მეორე ფეხბურთელები რომლებიც კვეთრად უმატებენ არიან რა თქმა უნდა ეგეთები მაგრამ ნუ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს აი იგივე ფიზიკურ მონაცემზეა დამოკიდებული მისი ორგანიზმის აგებულებაზეა დამოკიდებული ფეხბურთელი შეიძლება იყოს 16 წლის მაგრამ
მისი განვითარება სხეულის არ იყოს 16 წელს, იყოს 14 ან 15 წელს. ეს ჩვეულებრივ მიღებული ნებისმიერ სპორტში, ეს ჩვეულებრივ მიღებული თემა, მას უფრო მეტი ჭირდება დრო იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს. ამის შეფასება ხდება აკადემიებში, ამის შეფასება ხდება საფეხბურთო სკოლებში და ეს არის სხვათა შორის ძალიან ისეთი საკითხი, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ მწვრთნელებს არ გვაქვს იმის უფლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეც და სხვა ფეხბურთელიც 16 წლის არის, მათი განვითარება თუ ჩამორჩება, ისინი დატვირთვას ერთნაირად არ იღებენ. ზუსტად იმიტომ, რომ მათი განვითარება მოხდეს თანაბრად და ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს შედარებით თქვა ფიზიკურად ვერ არის იმ დონეზე განვითარებული, იგივე თუნდაც ძალის ვარჯიში იყოს ან სხვა რამე იყოს, არ შეიძლება რომ მათ ერთნაირად უცებ დატვირთვები. ამიტომ ამაში არის სხვაობები. ეს კონტროლდება რა თქმა უნდა და მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა უკვე იმაზე თუ რომელი ფეხბურთელი რა დროს მიაღწევს უკვე იმას, რომ მაქსიმალურად დიდი ნახტომი გააკეთოს და მაქსიმალურად მომხდეს მისი გარდატეხა, მისი მომატება. ამიტომ ძალიან დღეს ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდი განათლება შემოვიდა მწვრთნელებში. ჩვენთან ტარდება ძალიან ბევრი კურსი, ფეხბურთის ფედერაცია ატარებს ამ ყველაფერს. ამ მხრივ მე ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ მე თუნდაც ყველაფერი აქ მაქვს გავლილი, ნამდვილად ვიცი, რომ თუ რამის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ეს არის ინფორმაცია. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მწვრთნელებთან მიდის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი, ასევე გამოცდილებული მწვრთნელები, ჩვენი სახელოვანი მწვრთნელები, ეს ინფორმაცია ძალიან ბევრი არის შემოსული. ერთადერთი არის უბრალოდ სიტუაცია ის, რომ ჩვენ მწვრთნელებმა უკვე მივხედოთ აი ამ ყველაფერს და ისე მოხდეს აი ამ ბავშვების განვითარება, რომ მათი დინამიკა განვითარების არ ჩამორჩებოდეს უკვე იმას, თუ რა ფიზიკური მონაცემებით არის იმ მომენტში ეს ფეხბურთელი არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ განვითარებაში. და აი დინამოს როლი გამოვყოთ, მაინც დინამოს აკადემიის როლი და იბერიასი და რა თქმა უნდა ეს ციფრებია და ფაქტებია ეს ყველაფერი. აგერ ლექსოფოტმა 500 ბავშვი ყავს აკადემიაში. ეხლაც კარგი გუნდები მიემატნენ, ეხლა ბავშვთა გუნდები, რაც ამ წინა წლებში არ იყო მაგალითად. იგივე სელერო და ის GFF-ის. დინამოს აკადემიას სხვათა შორის რამას არ ვიცოდეთ, ლევან გვანცელაძემ გითხრა, პროცენტულად ყველაზე მეტი ფეხბურთელით იყო წარმოადგენელი ახლა ევროპის ჩემპიონატზე. აკადემიის აღზრდილებს შორის. გასაგებია, ნუ ხა ყველაზე მეტი ფეხბურთელი ერთ ნაკრებში იყო თბილისის 26-დან 16 თუ 15 რა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა და ვისურვებდი, რომ თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ გუნდს ეს ლიგა 1 იქნება, თუ ლიგა 2 იქნება, კონდეს იმის ფუფუნება, რომ ყველას ყავდეს ესეთი აკადემია, რომელსაც მაინც იყოს კონკურენცია, აუცილებლად გვჭირდება. თორემ მე ძალიან კარგად ვიცი, ეს ძალიან ციფრებია, იგივე დინამოს აკადემია, საბურთალოს აკადემია, ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, არის აკადემიები და რომლებიც ყველა მუშაობენ, ბავშვები მოდიან, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მეტი და მეტი ესეთი აკადემია, რომ თვითონ იმ ბავშვთა დონეზეც იყოს სერიოზული კონკურენცია. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი. სამეგრელოში გვჭირდება ერთი კარგი ესა იქო საბადოა ასე ვთქვათ. რამაზ ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რაღაც საჩუქრით მოხვედით და ბატონო, ეს არის ავდგეთ თუ აი ეს არის რა მაგარია ეროვნული აი რა გვაჩუქა ახალგაზრდული 21-მდე ნაკრები, პირველი ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც მოახერხა და ორიანი ნიშნავს, რომ რამაზი მარჯვენა მცველი იყო და ორნამენტით მოახერხა და თვითონ თავის სპორტულად მოახერხა ის, რომ გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენგან საჩუქრად. საპატიო ადგილს დაიკავებს და ძალიან გაგულამაზებს. აუცილებლად. რამაც დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. არ მატებს გისურვებთ.